მე-11 საუკუნის პირველი ნახევრიდან იქამდე სანამ ტბეთის საეპისკოპოსო არსებობდა, ტბეთის ეპისკოპოსები იყვნენ ერთადერთნი, რომელთაც ჰქონდათ არათუ უფლება, არამედ ვალდებულება, რომ ყველგან ყოფილიყვნენ ხმალშემორტყმული. ტაძარშიც, წირვისასაც, მეფესთანაც, საეკლესიო კრებაზეც. ესეთი უფლება არც ეცხო ეპისკოპოსს არასდროს და არც ეცასულერო პირს არასდროს საქართველოში და არც მსოფლიოში არ მოუპოვებია. და ალბათ საინტერესოა, რომ რამ განაპირობა და რასთან იყო დაკავშირებული ეს მოვლენა, რომ გადაწყდა, რომ ტბეთის ეპისკოპოსს ყოველთვის შემორტყმული ქონოდა ხმალი და ყოველთვის გაჩენოდა ადამიანს კითხვა თუ რატომ, რომელი ომის მოგებისთვის. მე-11 საუკუნის დასაწყისი გარდამტეხი პერიოდია მსოფლიო ისტორიაშიც და საქართველოს ისტორიაშიც. ეს არის ის დრო, როდესაც უკვე დაიწყო ეს გლობალური დათბობის მორიგი ხანა, მორიგი ციკლი, სერიოზული ცვლილებები ამ მცირე აზიაში გულისხმობ მოსახლეობას, დაიწყო მიგრაციის პროცესი და ამ დროს ბიზანტიის იმპერია სხვათა შორის კიდევ ერთხელ განიცდის რეანიმაციას, კიდევ ერთხელ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, ეს არის იმპერატორ ბასილი მეორის მეფობის წლები და შემდგომში მისი ძმის და მერე ძმის შვილების. ეს ცნობილი მარადუბერებელი ზოიასი და ასე შემდეგ. და აი ზუსტად ამ პერიოდში ერთიანდება საქართველო. ბაგრატ მესამე ხდება მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და რეალურად თბილისისა და ქვემო ქართლის გარდა მთელ საქართველოს აკონტროლებს. გარდაიცვალა ბაგრატი, გარდაიცვალა მერე გიორგი პირველი და 1028 წელს ბიზანტიის იმპერიამ ბიზანტია საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარი გამოგზავნა საქართველოსკენ. თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ცნობილ ბიზანტია-ირანის ომებს, როდესაც მსოფლიო ომი მიდიოდა მე-6 საუკუნის საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მაშინ საქართველოს და ეგრის სამეფოს წინააღმდეგ არ გამოგზავნია ბიზანტიის ჯარი. გულისხმობ 552-562 წელს იუსტინიანესა და ხოსრო პირველი ანუშირვანის პერიოდში მიმდინარე ეგრისის დინობსნა. არც მანამდე და არც მერე ესეთი მნიშვნელოვანი კონცენტრირებული ჯარი და ესოდენ მნიშვნელოვანი სარდლი საქართველოში არ შემოსულა. სარდალი იყო პროედრიოს პარკიმანოსი, ან პარკიმანოს პროედრიოსი. ორივენაირად შეგვიძლია ვთქვა, არც ერთი არ არის, არც სახელი, არც გვარი. ორივე არის თავმდეობა, წყაროს არ შემოუნახავს მისი ვინაობა. უბრალოდ ეს არის ადამიანი, რომელიც ამ დროს ერთდროულად ითავსებს პროედრიოსისა და პარკიმანოსის თანამდებობებს. ანუ პრემიერ-მინისტრის რეალურად და უმაღლესი მთავარსარდლის. ეს დაახლოებით იგივე თანამდებობა, რაც მე გახდება დიდი დომესტიკოსი, რაც თქვად სხვადასხვა დროს იყო სკოლის დომესტიკოსი და ასე შემდეგ. ბასილი კეისრის პერიოდში და მისი ძმის პერიოდში პროედრიოსები და პარკიმანოზები რეალურად იმპერატორის მერე ყველაზე სერიოზულ ფიგურებად გვევლინებოდნენ. რატომ? იმიტომ რომ იყვნენ ისინი საჭურისტი, როგორც წესი საჭურისტი. სხვა შორის ეხა ფართო საზოგადოება როგორც სოფლიოში ესე საქართველოში იცის რომ ოსმალეთის სამეფო კარზე როგორც სულთნის ასევე ხარამხანის საჭურისები ძალზე დიდ როლს თამაშობდნენ. იყვნენ ვეზირებიც კი და რატომღაც გონიათ რომ თითქოს ეს ოსმალური მოვლენა და არა ბიზანტიური. სინამდვილეში თავიდან ბოლოდე ოსმალეთმა ეს ტრადიცია პრემიერ-მინისტრებად საჭურისების წამოყვანის და საერთოდ საჭურისებზე დაყრდნობის აიღო და ისწავლა ბიზანტიისგან. მეტიც ოსმალეთის იმპერიაში აკრძალული იყო მუსლიმის მიერ მამაკაცის დასაჭურისება და ამიტომ უკვე დასაჭურისებულ ადამიანებს ყიდულობდნენ და მყიდველნიც და გამყიდველნიც არა მუსლიმნი იყვნენ ძირითადად კავკასიიდან და სხვა შორის არა ჩვილ ბავშვებს, არამედ უკვე ზრდასრულ მამაკაცებს, იმიტომ რომ ეს იყო გარანტია, რომ ისინი პოლიტიკურ კონკურენციას ვერ გაუწევდნენ, ცოლების, ასე ვთქვათ, სექსუალური უსაფრთხოებას დაცული ექნებოდა და სამაგიეროდ მათი, ანუ საუბარია სულთნების ერთგული მსახურნი იქნებოდა. ზუსტად ამ დატვირთვით
ბიზანტიის იმპერიაში ძალზედ დიდი გავლენა ჰქონდათ საჭურისებს. გავიხსენებ, რომ რომის ამღები იტალიის დამბრუნებელი ბიზანტიისთვის სხვა შორის ძალიან დიდებული გვარის თავმავალი ცნობილი ნერსესი იყო საჭურისი. ველისარიუზე არანაკლები სარდალი. და ჩვენ ვიცით, რომ მისი ფრესკები წვერებშია. ეს არ ნიშნავს მართალია საჭურისებზე ასოციაცია იყო რომ უწვერული, მაგრამ როგორც წესი ჩვეულებრივი გარეგნობით იყვნენ, ჩვეულებრივი ისე საჭურისდებოდნენ, რომ სექსუალური ცხოვრება შეძოთ უბრალოდ მემკვიდრეები ვერ ეყოლებოდათ და აკრძალული იყო მათი გაიმპერატორება. კათოლიკ პატრიარქიც კი გამختარა საჭურისი, მაგრამ არა იმპერატორი. და ეს იყო გარანტია, რომ საჭურისი მას, ანუ იმპერატორს არ გადააყირავებდა, არ გადაატრიალებდა და იქნებოდა მიბმული. და კონსტანტინე მერვესთვის, ბასილე მეორის ძმისთვის, ვინც ამ დროს იმპერატორია, ყველაზე საიმედო კაცი დამამდროულად, იურიდიულადაც ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი მოდის საქართველოში ბაგრატ მეოთხის ჩვილი, ფაქტობრივად 9 წლის ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ საუბრად. და აქ საინტერესო რა არის, ესე იგი, შემადგენლობა ამ ჯარის. მესხი დიდებულების სერიოზული ნაწილი, სასულიერო პირების სერიოზული ნაწილი და ამავდროულად ვიკინგები, ვარანგანი, ანუ როგორც მათ ეწოდებოდა, არიან ბიზანტიის მხარეს. რეალურად დიდ, ასე ვთქვათ, აზნაურთაგან, დიდებულთაგან, ბაგრატის ერთგულის სამხრეთ საქართველოს დიდებულთაგან დარჩა ერთადერთი კაცი, ლიპარიტ ბაღვაში. დანარჩენი ყველანი ერის კაცთაგან არიან ბიზანტიის მხარეს. ალბათ საინტერესოა, რომ რა მოხდა აი მისი განხილვა და რასთან გვაქვს საქმე. გიორგი პირველი, ბაგრატ მესამის ვაჟი და ბაგრატ მეოთხის მამა, გარდაიცვალა 1027 წელს. გიორგი პირველამდე მოხდა ესეთი რამ. როდესაც ჯერ კიდე 1001 წელს გარდაიცვალა დავით მესამე კურაპალატის ცნობილი ტაოს მეფე, მისი პირადი მამული, ანუ იმიერტაო და ის ისტორიულ სომხური მიწები, რომელიც დავით კურაპალატს ჰქონდა ბაზილი კეისრისგან გადაცემული დროებით სამართავად, ცნობილი თორნიკე ერისთავის მიერ ბარდას კლეროსის დამარცხების შემდეგ, მემკვიდრეობის წესით ერგო ბაზილი კეისარს და მან იქ შექმნა ესეთი ოლქი ივერთა საკატეპანო, ანუ იბერიის თემი, რომელსაც კატეპანი მართავდა. სხვათა შორის, ეს ივერიის თემი არ იყო მარტო იმიერტაო ან სპერი, თქვა ქართული მიწები. არამედ იქ შედიოდა ისტორიული დიდი არმენიის სერიოზული ნაწილი, ვანისტვის მიმდებარე ტერიტორიაც და ბოლოს მე-11 საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც ბიზანტიამ ანისიც კი შეიერთა, არმენიის საკატეპანო კი არ გააკეთა, ივერიის საკატეპანოში შეიყვანა და ივერიელებს დაუქვემდებარა. ამ პერიოდის ბიზანტიურ წყაროებს თუ ჩავხედავთ, მაგალითად იყო ესეთი მიხეილ ფსელოსი, სხვათა შორის, რომელიც აღწერს თორნიკე ერისთავის მოვლენებს და ბარდა ფოკას, ბარდას კლეროსის ამბებს, იქ ერთ-ერთ ადგილას ამბობს ესეთ რამეს და მოვიდნენ 10 ფუტიანი ქართველებიო, 10 ფუტიანი ივერნი. სხვათა აღნაგობაც აქვს აღწერილი და საერთოდ ეს ძალიან სერიოზული მეცნიერი იყო მიხეილ ფსელოსი და გამორიცხულია, რომ თქვა ან შეცდომა ეწეროს, მაგრამ ისიც გამორიცხულია, რომ 3 მეტრი და 5 სანტიმეტრის ადამიანი არსებობს. უბრალოდ მისი წარმოსახვით ქართველები გიგანტები არიან და ეს არის ეპითეტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბიზანტიის იმპერიის ბედისწერაში ქართველები მე-11 საუკუნეში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, მე-10 საუკუნეში გადამწყვეტ როლს თამაშობენ და სხვა შორის იგივეს იმეორებს მატეურ ხაეციც, დიდი სომეხი ისტორიკოსი, რომელსაც მიაჩნია, რომ ძალიან ხშირად ბიზანტიის არმიის სარდლები გადამწყვეტ ბრძოლებში სწორედ ქართველები იყვნენ და ელიტასაც ქართველები შეადგენდნენ. სხვა შორის თუ დავაკვირდებით, აი რასთან ჰქონდა საქმე, ბიზანტიის ერთგვარ შინაგან ანთროპოლოგიას. რა თქმა უნდა, დასაყრდენი, მთავარშემოსავლიანი ტერიტორია მცირე აზია იყო ბიზანტიის იმპერიაში. მცირე აზიის მოსახლეობა დღევანდელი დნმ-ის ანალიზით გვადასტურებს, რომ 50%-მდე ქართული დნმ-ის არის. ანუ ჯორჯია 2, ასე ვთქვათ. მაგრამ ესენი არ არიან, ვთქვათ, მე აი დღევა მე-20 საუკუნეში წასული ქართველები ან გათურქებულები, არა ბატონო. ესენი არის ყოფილი კაბადოკიელები, რომლებზეც წერდა თავის დროზე იოსებ ფლავიუსი, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, რომ კაბადოკიელი არის რომის იმპერიის მოქალაქე მესხი. ეს ხალხი დარჩა. მე-4-მე-5 საუკუნის მერე
ისინი რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე კაბადოკიელნი იყვნენ კონსტანტინოპოლის მრევლნი, ლოცულობდნენ ბერძნულად და გარდა დნმ-ისა მათში ქართული დარჩენი და აღარაფერი აღარ იყო. სავარაუდოდ ეს კომნენოსების დუკები, ფოკები და ასე შემდეგ სწორედ კაბადოკიური წრიდან იყვნენ წამოსულები. მაგრამ ყოველთვის ბიზანტიის იმპერია ივსებოდა ახალი ნაკადებით და ეს არ იყო ბერძნები. პრაქტიკულად არც ერთი ბერძნული წარმოშობის იმპერატორი ან ცნობილი სარდალი არ ყოლიათ. ეს ვერ იქნებოდა ბულგარელები, რომლებიც ახლა ჩვენ რა ამბებზეც ყვებით და ახლობით იმ პერიოდში დაიმორჩილა ბიზანტიამ ხო საბოლოოდ. ძირითადი ნაწილი ეს იყო სომხები და ქართველები. ანუ კავკასიური ნაკადი. ხა სომხეთში მე-7 საუკუნეა საბოლოოდ გამტკიცდა მონოფიზიტობა და ის სომეხი, რომელიც თქვა ხდებოდა მართლმადიდებელი, თუნდაც გვარი როგორც არწმუნს და ერთი მამიკონიანიც კი იმპერატორობდა, მაგრამ მათ არც სომხური აღარ იცოდნენ და აბსოლუტურად უკვე 100 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბიზანტიურ ძველ ბერძნულ ენობრივ სამყაროში იყვნენ ინტეგრირებული. სულ სხვა სიტუაცია იყო საქართველოში. საქართველები იყვნენ მართლმადიდებლები. ბიზანტია რა თქმა უნდა შეგუებული იყო იმას, რომ მცხეთი საკათოლიკოსო არასოდეს ახლა კონსტანტინოპოლს თავის ასე ვთქვათ მეტაურად და დირექტორად არ აღიარებდა და ვიქნებოდით ავტოკეფალური, მაგრამ ვიყავით ერთმოწმუნეები. შესაბამისად, ნაკადი წამოსვლადი, ესეთი ახალი ნაკადი, რომელიც შეავსებდა ვთქვათ ბიზანტიურ ელიტას, სამხედრო სფეროს თუ კულტურულ სფეროს, რა თქმა უნდა საქართველო იყო ყველაზე მეტად. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მურვანყურის შემოსევის შემდეგ საქართველოში არც ერთი სერიოზული ომი აღარ ყოფილა. იმიტომ რომ ეხა ბუღატურკმა არაბმა სარდალმა თბილისის საამირო აოხრა და ის სახაკამირას ხალხი დაყოცა. თუ იგივე აბულკასიმმა 914 წელს 200 ქართველთან გაწარმოა, რასაც ქართველი ქვია ბრძოლა, ხო? მიქელ გობრონთან და მის მეციხოვნეებთან ყველის ციხეში. დანარჩენი ისიც თბილისის ამირას ებრძოდა და უშუალოდ ქართველებსა და უცხო სამყაროს შორის სერიოზული ომი არ არის. არც ერთი სერიოზული ეპიდემია არ ფიქსირდება. ერი მრავლდება. ანუ ფაქტობრივად მე-9, მე-9, მე-10 საუკუნეები ეს არის საქართველოს არ მარტო კულტურული აღმავლობის, არამედ ფიზიკური, მატერიალური აღმავლობის საუკუნეები და ამ პერიოდში ეხა საქართველოს ერთიანი ძლიერი შეიძლება კონკურენტიც კი გახდეს ბიზანტიისა და ალბათ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ, რაც მოხდა კიდევაც მე-12 საუკუნეში. მაგრამ მეორე მხრივ, თუ საქართველოს თუნდაც კონკურენტი არ იქნება და გაერთიანდება, რა თქმა უნდა ქართველებს ძალიან სერიოზული ასპარეზი აქვთ, ამბიცია აქვთ და ეს შევსება კადრებით, სატელიტობა, რომელიც ბიზანტიას სურდა საქართველოსთან, მას ვეღარ ექნება. შესაბამისად, მისი თვითმიზანია, რომ საქართველოს რომელსაც ის ვეღარ დაიპყრობს, ის იქნება სახელმწიფო, ან ერთი, ან სამ ნაწილად, ან 4 ნაწილად დანაწილებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ან სახელმწიფო, ან სახელმწიფოები და თავისი ერთიანი ეკლესიით ეს იქნება ეს სტატუსი, მაგრამ მას უსო მიჯაჭვული ყავდეს. და ეს გეგმები აერიათ, როდესაც ბაგრატ მესამუშოს გაერთიანდა ქვეყანა. გიორგი პირველმა სცადა სხვა შორის ახალგაზრდა კაცმა იმიცების წაღება, რომელიც ბასილი მეორეს მემკვიდრეობით ერგო. დამარცხდა არ შეეგუა და გარდაიცვალა 25 წელს და აი ამ დროს ჩათვალა ბასილის ძმამ კონსტანტინემ, რომ იყო გადაცარევ დიდებული მომენტი იმისთვის, რომ საქართველოს სერიოზულად ორ ნაწილად გაეყო. აფხაზთა სამეფო თავის შიდა ქართლი დასავლეთ საქართველოს და შიდა ქართლი დარჩებოდა ბაგრატ მეოთხეს, ხოლო ტაო-კლარჯეთი გადაეცემოდა სხვას და ნახეთრაჭ-კვიანურეთში აჩიეს სიტუაციაც კანდიდატიც ბიზანტიელებმა თავისი აზრით. ტახტის მემკვიდრე წამოაყენეს ბაგრატ სუმბათიძე. ვინ არის ბაგრატ სუმბათიძე? შთამომავალი კლაჩ ხელმწიფეთა, ანუ აშოტ ყურაპალატის უფროსი შთამომავალი. თვით ბაგრატ მესამე, გიორგი პირველი, ბაგრატ მეოთხე, მეორე ვაჟის ბაგრატ ყურაპალატის შთამომავლები იყვნენ, ხოლო უფროსი ვაჟის ადარნასის შთამომავალია სწორედ ეს ბიზანტიის მიერ შერჩეული კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილი ბაგრატ სუმბათიძე. ეს ერთი. მეორე, ბიზანტია საოცრად დიადი ავტორიტეტით სარგებლობს იმ დროს და განსაკუთრებით იმპერატორის ოჯახი ქართულ წრეებში. რატომ? ბასილი მეორე და მისი ძმა კონსტანტინე არიან სვეტიცხოვლის მთავარი განმაახლებლები. ის სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც დღეს დგას, თავიდან ბოლომდე სწორედ მათი ფულით არის აშენებული. რატომ მოხდა ეს? ეხლა საქართველოს მაშინ არ უჩინდა, ქართული სახსრებით აშენდა ზუსტად იგივე პერიოდში ბაგრატის ტაძარი და ალავერდი, მაგრამ
ვინაიდან სვეტიცხოველზე ჩვენ მქონდა პრეტენზია, რომ ეს არის მეორე იერუსალიმი, აქ არის დაფლული კვარტი, აქ არის სვეტიცხოველი თავად, ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ მაშინდელი მსოფლიოს საქრისტიანოს ცენტრი ამას ცნობდა და მეტი ცნობა რა უნდა ყოფილიყო, თუ ის დააფინანსებდა ქართველი ხუროთმოძღვრის არსუკიძის მიერ შედგენილ ქართული სტილით განახლებულ ეს მესამე განახლება სვეტიცხოველს და დიახაც გამოყო ბასილი ფული. ნახეთ როგორ რაღაცა ერთის მხრივ ეს აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ სიამაყეს, ამბიციას და პირდაპირ ცნობა საქართველოს ავტოკეფალიისას და საზეფორმობისაც, რასაც შეგუებულია უკვე ბასილი, მაგრამ პოლიტიკურად ეს არის დიდებული ნაბიჯი ქართველების მოსყიდვის. რომ ეს შეგწირე კესტორის მონასტერი სვეტიცხოვლის ასაშენებლად 105 სოფლით, რომელიც იურიდიულად შემდეგ საუკუნეებშიც სვეტიცხოვლის საკუთრებად რჩებოდა, ბიზანტიურ სოფლებზეა საუბარი და ჩამოთვლილია დღემდე სრული ხაზთაღრიცხვა და შემონახული სვეტიცხოვლის შენებაში. ეს შეიძლება რამდენიმე 100 მილიონზე მიიღოს თუ მეტი არა. იმიტომ რომ ფაქტობრივად აქ არის ზურმუხტით ლალი, ჩემკობილი კანკელი, ყველა სასანთლე, აღარ ვამბობ მე თვითონ არქიტექტურაზე, თვითონ შენების პროცესზე, აქ შემკულობა, მოხატულობა და ყველაფერი. და აი ამ დროს ჯერ გიორგი უპირისპირდება, რა ქვია, ბასილის, ხო, იმ ერთაუს, რომელიც იურიდიულად კანონიერად ეკუთვნოდა ბასილი კეისარს, როგორც დავით კურაპალატის მემკვიდრედ გამოცხადებულს. და მიუხედავად ამის არ შეაჩერა შენება და ამის შემდეგაც მისმა ძმამაც განაგზო შენება. ისე რა გამოდის, რომ ჩვენ წესებს არ ღვევთ, გიორგი დამღვევი იყო, ბიზანტია თავის პირობას არ არღვევს, გვიშენებს სვეტიცხოველს, სრული ასპარეზი აქვს დათმობილი ქართველებისთვის და კარები ღია და 3 მეტრიანებს გვიწოდებენ. და ამ პერიოდში ტახტზე აგზის ჩივილი ბავშვი, რომელიც პრინციპში ლეგიტიმურობის ქართულივე კანონმდებლობით, თორე ბიზანტიაში იურიდიულად იმპერატორი არჩევითი იყო. თანახმად, ნაკლებ კანონიერია მესხეთის მიმართულებით ვიძახი, ტაო კლარჯეთის მიმართულებით, ვიდრე კლარჯ ხელმწიფეთა შთამომავალი, მაგრამ სუმპათის. და მან ეს შემოგთავაზა. როგორც თქვით, სამღვდელოების, მესხის სამღვდელოების დიდი ნაწილიც აზნაურების აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორის მხარე. შეიძლება თვითონ იმპერატორიც ამოსულიყო ფიზიკურად რომ არ ყოფილიყო ის ხანდაზმული და ავადმყოფი და გამოუშვა პირველი პირი ამ ყველაფრის მომაგვარებლად და თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შესაერთებლად ტაოკლარჯეთის. არამედ აქ მისთვის საჭირო კანდიდატის დასასვლელად და ხდება ასეთი რამ. ყველა გადავიდა. ფაქტობრივად ყველა ციხე დაიკავეს. ერთადერთი ტაშის კარტა შეაჩერა ლიპარიტის რაზმა და აღარ შემოუშვა შიდა ქართლისკენ და ამ დროს ხდება ასეთი რამ. შავშეთის ეპისკოპოსი, ანჩის ეპისკოპოსი, საბა მტმევარი ხალხს სახელდახელოდ აღამართვინებს სვეტს. ამ სვეტის ერთგვარი ნანგრევები დღემდეა დარჩენილი, ეს როგორი რაღაცაა, რომ 3 მხრიდან რეალურად კლდი არის და ერთი კედელი იყო რაღაც დონეზე ამოსაშენებელი. აი გამაგრდება და გამოაცხადებს, რომ რადაც არ უნდა დაჯდეს, ის ბიზანტიელებს არ დაემორჩილება და არ ცნობს და არ მიიღებს მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატს ქართველთა მეფის ტახტზე. და მათ შეუერთდება სხვა შორის კლარჯეთის ეპისკოპოსიც ეზრა ანჩელი. ეს ორი ეპისკოპოსი ეზრა ანჩელი სხვა შორის წმინდა ნატაშა ერაცხული დაიწყება ბრძოლას. პარკიმანოზის არმია მიადგება თავისი ვიკინგებით, ტრიფსხარეს გადასული ქართველებით. მიდის ბრძოლები და ვერ იღებენ. აი ხდება სასაული, რომ უბრალოდ ამ მიუდგომელ ადგილს ვერ იღებენ. შედგა დიალოგი საბა მტმევარსა და პარკიმანოს პროედრიოს შორის და აუხსნა, რომ სამართლებრივად უფრო ლეგიტიმურს სვამთ ტახტზე. სვეტიცხოვლის შენებას ვაგზელებს სხვა შორის 1 წლის მერე დასრულდება სვეტიცხოველი. სამღვდელოების უდიდეს ნაწილი ჩვენ მხარეს არის. მათ შორის დიდებულებისაც არ ვაუქმებთ მე სამეფოს ქართველთა და კანონიერი ეს უფროა. თქვენმა მეფემ გიორგიმ დაარღვია ყველა წესი მანამდე. ორჯერ გამოგვიცხადა უკანონო თომი და კიდევ აპირებდა მესამედ. და რა მიზეზით არ გვითანხმდები და არ აღიარებ შემოთავაზებულ მეფეს. და იცით რას პასუხობს? რომ თქვენ იურიდიულად, აი თანამედროვე ქართული თქვა, იურიდიულად ყველაფერში მართლები ხართ. სამართლებრივად ყველაფერი სწორად გაქვთ აგებული. თქვენ გამოდიხართ გულუხნი
მეცენატნი, მფარველნი, ჩვენ უმადურნი, მათ შორის გიორგი არ იქცეოდა წესიერად შეიძლება მომდენო მეფე ბავშვია და კაცმა არ იცის როგორ იქნება, მაგრამ ყველას დიდი უბედურება რა არის, ვიცით, რომ თქვენ სვეტით ცხოვრით, თქვენ ლეგიტიმურობით მაგრად სუმბატიზის ვაჭრობთ, სპეკულირებთ. ეს ყველაფერი იმითომ გავთ, რომ საქართველოს გავლენის ქვეშ ყავდეთ. თქვენ ერთმორწმუნეობით სპეკულირებთ, თქვენ კანონიერებით სპეკულირებთ და ამიტომ არ ხართ ყველაზე უფრო მეტად ბილწნი, ვიდრე ურჯულო მტრებიო. და სანამ პირში სული მიდგას მე და ყველას აქ შეფიცულს ვიომებ თქვენ წინააღმდეგ. სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი, ყველა ასპარეზზე გაქვთ გასწორებული და ამიტომ ხართ ყველაზე დიდი ფარისევნებიო. და განაგრძო ბრძოლა და ამ დროს ხდება სასწაული. როგორც ვიცით, ისტორიულ წყაროებითაც მაშინ მოხდა მართლაც ეს გამოცხადება ქონდა კონსტანტინე იმპერატორს. ღვთისმშობელი გამოეცხადა და იყო ბრძანება, რომ შეწყვიტე ომი საქართველოსთან. კონსტანტინე ფეხზე ვეღარ დგება, ცუდად არის და გამოაგზავნა მაცნე და ზუსტად აი ამ დღეებში საბამ ტბევარსა და პარკემანოს შორის იყო დიალოგი, მოდის მაცნე ბიზანტიის იმპერატორისაგან, რომ მორჩა მოატრიალე ჯარი, ყველა იმ მოღალატე ქართველიანად, იმ კანდიდატიანად და საქართველოში დარჩება ისე როგორც არის, ეს არის ღვთისმშობლის ბრძანება. და მართლაც წავიდა ჯარი, ტბეთის სვეტი დარჩა უღებელი, ხოლო მაშინ გადაწყვიტა საქართველოს საეკლესიო კრებამაც და მეფემაც, რომ ამიერიდან საბამ ტბევარს პირადად და მას მერე ყველა ტბეთის ეპისკოპოსს, ყველა ტბევარს შემორტყმული უნდა ჰქონოდა ის ხმალი, რომელიც საბამ ტბევარს ერტყა აი ამ ბრძოლების დროს, რათა როცა იკითხავდნენ თუ რატო გარტყმია, ვის წინააღმდეგ გამოიღე ხმალი. როგორც თქვა თორნიკერისთავმა ვიღაც მოღალატის მიმართ, როგორც თქვა სხვა ჩვენმა ბერებმა ურჯულო სარკინოსთან მიმართ. არა, ეს ამოვიღე სვეტის ხოვლის ამშენებელი, ერთმორწმუნე ბიზანტიის მიმართ. და არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მტერი მოსული მოყრულად, მტერზე და უფრო მტერია. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ყველაზე სახიფათო არის სწორედ ეს ერთმორწმუნე, სწორედ ეს კანონებით, სამართლიანობით მოსული მტერი და თუ აქ შენ ეს სიფხიზლე დარჩა, ყველაზე მეტად სწორედ იმ ხმლის გაჭრილი ფასობს, რომელა ხმალმაც ეს ფარისევლური ბურუსი გაკვეთა და საქართველო არ დააბრმავა და საქართველოს დაუტოვა დამოუკიდებლობა და დატოვა და გაამარჯვებინა